გამარჯობა ბატონებო, მოგესალმებით. მინდა გითხრათ, რომ დღეს ძალიან საინტერესო დღე ვექნება. ყოველ შემთხვევაში მე ვფიქრობ, პირველ ბლოკში და მეორე ბლოკში საინტერესო თემებზე ვისაუბრებ. ეხლა გიანონსებთ, რომ მეორე ბლოკში ბატონი სოზარ სუბარი იქნება ჩვენი სახალხო დამცველი და ჩვენ ვისაუბრებთ იმ გადაწყვეტილებაზე, რასაც 23 ნოემბრისთვის ვარაცხები 2200 პატევის განთავისუფლებაზე. პირველი ბლოკი მთლიანად მიეძღვნება აი ამ კონფლიქტურ სიტუაციებს და საერთოდ ამის გენეზისს. ბატონი ზურაბო ხონელიძე გახლავთ ჩვენი სტუმარი. გარკვეულ დროს იგი გახდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, აკადემიკოსი და რაც ყველაზე საინტერესოა ჩემის აზრით, ბატონი ზურაბი გარკვეული წლების მანძილზე მუშაობდა DSS აღმასრულებელ სტრუქტურებში და თუ კი ვინმეს გახსოვთ ეს გეხსოვებათ იგივე 95-16 წლებში, როდესაც DSS-მ მიიღო გადაწყვეტილება და დააფიქსირა, რომ კონფლიქტი აფხაზეთში და არა ქართულ-აფხაზური კონფლიქტი, ამ იდეის ავტორი აი ამ ყველაფრის განმახორციელებელი ეს ადამიანი გახდა და მე ვფიქრობ, მართლა ამიტომ ღირს ამ ადამიანის დამახსოვრება და ამიტომ ღირს, რომ ამ ადამიანმა გამართულა იარო საქართველოში ძალიან ბევრი და საინტერესო პროცესების მომსვლე გახლავთ ფიცხილველი და იგივე თუ გახსოვთ 96 წლის იანვარში ბატონი პაატა დავითაია ხშირად იხსენებდა ამ ფაქტს ჩვენთან, მაშინ DSS-მ ამ ფაქტურად ეკონომიკური ბლოკადა მოუწყო, პრინციპში საქართველოს გვერდისავლით არცერთ რესპუბლიკას არ შეეძლო კავშირი დაემყარებინა სოხუმის რეჟიმთან. ეს ნოვაციას და ეს იდეას ფაქტურად სრულად გაკეთებული არის ბატონი ზურაბის სამსახურის მიერ და მე მოვიწვია ბატონი ზურაბი სწორედ ამიტომ, როგორ ჩანდა DSS-დან ის რაც ეს უკვე საერთაშორისო მასშტაბით კონფლიქტად აღიქვამენ და რა ტექნოლოგიები და რა მექანიზმები მუშაობს აი ამ სისტემაში მუშაობდა და მუშაობს. მადლობა მინდა გითხრათ ბატონ ზურაბ ჩვენთან მოგზაურობისათვის და მინდოდა ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის თემაზე ვესაუბრა და დარწმუნებული ვარ მაყურებელიც დაინტერესდება გენეზისი, აი კონფლიქტის გენეზისზე ვისაუბროთ, რატომ იყო რუსეთი ესრელიდა დაინტერესებული აი ამ კონფლიქტის გაკონტროლებით, ამ კონფლიქტის შექმნით, გაკონტროლებით და გასრულებით. დღეს უკვე ფაქტურად ოკუპირებულები ვარ და მე მგონი კაი ხანი ვერც სოხუმსა და ვერც ცხინვალს ვეღარ ნახავ ქართველი, თუ კი რაღაცა ისეთი რხევები არ მოხდა. თქვენი ხედვა, თქვენი დაკვირვებები მე ვფიქრობ საინტერესო იქნება და მით უმეტეს კოლხი კაცი ხარ და ჩვენთვის ძალიან მტკივნეული არის ის რაც მოხდა აფხაზეთში და თქვენ მინდა კითხოთ, თქვენ ზიად დამსახურდია ხელისუფლების წევრი ბრძანდებოდით და თუ კი მაშინ მოხდა გარკვეული დაძაბულობის გამოხდა სოხუმთან ურთიერთობაში. მე რატომ გაუშვით ხელიდან ეს ვერკეტები და რატომ მივედით კონფლიქტამდე და კატასტროფამდე. მოდით აი ამ თემებზე ვისაუბროთ დღეს. ბატონ დავით, პირველად დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ მოწვევისათვის. გადასტურებ ჩემს პატივისცემას თქვენგანვე და თქვენი ეთერის მეშვეობით ქართული საზოგადოებისათვის. თემა ძალიან მასშტაბურია, მნიშვნელოვანია, არანაირი პრეტენზია ერთ ადამიანს არ ამაგდა, შეიძლება გქონდეს ამომწურავი პასუხი დასცეს თქვენს მიერ დაყენებულ გლობალურ საკითხებს, მაგრამ ჩემი გამოცდილების თუ კომპეტენციის ფარგლებში შევეცდები მეტნაკლებად ნათელი მოვფინო შექმნილ ვითარებას და დავხატოთ ობიექტური სურათი თუ რასთან გვაქვს საქმე და რა მოხდა რეალურად საქართველოში. მოგეხსენებათ, პოლიტიკა არ არის სურვილების რეალიზაციის სფერო, იგი ინტერესების თანხმობის სფეროა. ჩვენ დასაუბედუროთ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ ვერც ერთმა ხელისუფალმა აქ არ არის სუბიექტურ დამოკიდებულებაზე ლაპარაკი ჩემი ან რომელიმე ადამიანის ზვიად გამსახურდიასთან, ედვარდ შევარდნაძესთან ან მიხეილ სააკაშვილთან ადეკვატური პასუხი ვერ დასცა დროის მოთხოვნას. ჩვენი უბედურების სათავე არის ის, რომ ჩვენ ვერ შევაფასებთ ჩვენი როლი და გადავაფასებთ ჩვენი მნიშვნელობა სოფლიო პოლიტიკაში. გადაჭარბებული წარმოდგენა შევიქმნით საკუთარ თავს. ვერ ჩამოყალიბდით ქართულ-რუსულ ურთიერთობებში. ლაპარაკეთ, დიდი მოსულობად შევიკამათებით. ფანტასტიკური შედეგი იყო ყაზბეგის ხელშეკრულება.
აი იქიდან მოყოლებული მე გამოხდა. ბატონო, მაშინ ადეკვატურები ვიყავ. მეგობრობით არ იყო შემთხვევაში და პატარა საქმე და ერთინი თვითონ გადმოვიდა საქართველოში. ამ დოკუმენტს მოაწერეთ მაშინ წელი რომ მთავრობამ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს. გეთახვებით. აი დაუბრუნდეთ მაშინ 90-იან წლების დასაწყისში. დაუბრუნდეთ, საინტერესო იქნება. და ვნახავთ რომ არც ელცინის ამ უზარმაზარი სახელმწიფოს პირველი პირის თავისუფლების ხარისხი არ იყო აბსოლუტური. ჩვენ 90-იან წლებიდან მოყოლებული და უფრო ადრეც როცა დაიწყო პროცესი საბჭოთა კავშირის რღვევის მუშაობს ერთი სცენარი. ეს არის მსოფლიოს ახალი გადანაწილების. და ეს სცენარი არის რუსულ-ამერიკული. უფრო სწორად ამერიკული სცენარი რუსეთთან შეთანხმებით. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ქართული ტელემაყურებლებისათვის და მე რამოდენიმე დღის წინ ამასთან დაკავშირებით ჰქონდა პატარა ინტერვიუ ერთ-ერთ გაზეთში. ხსნილი რომ DST ეს როგორც ორგანიზაცია არის ამერიკული პროექტი. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდგომ ამერიკაში არსებობდა რამოდენიმე გეგმა და თავს არ მოვაბეზრებ ტელემაყურებლებს ცნობილია სახელი 50-წლიანი, 59-წლიანი და სხვა გეგმები საბჭოთა კავშირის დაშლის. მაგრამ როგორც კი დადგა რეალობა და რეალობა დადგა უფრო ადრე, ვინმე ამას ელოდებოდა ამერიკის შეერთებული შტატები, დაიწყო პროცესის შეჩერება. და რას გულისხმობ? თვით DST-ს შექმნა. ეს არ არის. DST-მდეც იყო შეჩერების რაღაცა გახსოვთ? DST-მდე იყო დამსახურებაზე ბუშის ნათქვამი რომ დინების წინააღმდეგ მიდის. აი მოგახსენეთ. და იგივე უკრაინას რომ შეუტია ბუშმა. დიახ, მოგახსენეთ. DST-ს შექმნამდე არის პროცესი, რომელიც რეგულარულად შემდეგ ხასიათს, რომ ბუში ცდილობს უკონტროლო სივრცე არ შეინარჩუნა საბჭოთა კავშირში და ეს იყო ორი მიზეზით გამგროვებული. ერთი რომ საბჭოთა კავშირი მოგეხსენებათ შედგებოდა 5 მოკავშირე რესპუბლიკისაგან. 15 მოკავშირე რესპუბლიკისაგან. კარგია. და ამ 15 რესპუბლიკას დაშლის შემთხვევაში იმ ფორმით და იმ სახით, აი იმ დინებით, როგორც მიმდინარეობდა, ჩათვალეთ, რომ ექნებოდა ერთმანეთთან ტერიტორიული პრობლემები. ეს გამოიწვევდა ახალ მსოფლიო გადანაწილების დაწყებას. მეორე ატომი, რომელიც კავშირის დროს იყო ერთი სუბიექტის ხელში, ეს იყო მოსკოვი და პირველი პირი საბჭოთა კავშირის, მოხდებოდა მისი გადანაწილება 4 სუბიექტზე: რუსეთზე, ყაზახეთი, უკრაინა და ბელორუსია. და პროცესი მიიღებდა უმართავ ხასიათს. ამიტომ ჩამოდის ბუში, თქვენ გახსოვთ მალტაში გორბაჩოვის და ბუშის შეხვედრა. მამა ბუში შეხვედრა და მოხდა გარიგება 38 წლამდე რაც რჩებოდა, რაც მიიღო საბჭოთა კავშირმა, ბუნებრივად დალადობით, რჩებოდა მისი გავლენის სფეროში და 38 წლის შემდგომ რუსეთი ამბობდა უარს. დანარჩენ სივრცეზე უნარჩუნებდნენ გავლენას. აღმოჩნდა, რომ 3 მოკავშირე რესპუბლიკა, ეს არის ბალტიისპირეთი, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, 38 არა, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი. შეიძლება მოლდავეთზეც იყო საუბარი, მაშინ რომ რუმინეთში გარიგება მოლდავეთზე არ შემდგა. გარიგება შედგა 3 სახელმწიფოზე. დღეს ჩვენ ვამბობთ, რომ ამ 3 სახელმწიფოს ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის არის ნიმუში ჩვენი ბრძოლის დამოუკიდებლობისთვის და თავისუფლებისთვის. ბალტიისპირეთის ხალხის